Სწორედ ახლა პირდაპირ ეთერში. დასრულდა აუტიზმის ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული კომპლექსის მშენებლობის პრეზენტაცია, რამდენადაც ვიცი ახლა ამ დროისთვის გვანც არა. მოგესალმები ნინო, სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა აუტიზმის ეროვნული ცენტრის პრეზენტაცია. ეს არის მულტიფუნქციური სივრცე, რომლის დაარსებაც აუტისტის კვლევისა და კეხელის შეწყობის ფონდს უკავშირდება. ამ ფონდს სათავეში უდგანან აუტისტური სპექტრის მშობლები. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში უკვე არსებობს 6 სერვის ცენტრი აუტიზმის სფეროში, ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს, რადგან ყოველდღიურად მატულობს მომართვიანობა, სწორედ ამან განაპირობა ამ ცენტრის დაარსების ინიციატივაც. ჩვენთან ერთად იმყოფება აუტიზმის კვლევისა და ხელისშეწყობის ფონდის ერთ-ერთი დამფუძნებელი სოფო კერესელიძე. მოგესალმებით, ქალბატონო სოფო, და პირველ რიგში გილოცავთ მულტიფუნქციური სივრცის დაარსებას, რომლისთვისაც 8 წლის განმავლობაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ იბრძოდით. როგორც ვიცით, ერთ-ერთი კომპონენტი არის სასწავლო ლაბორატორიები. რომ გითხრათ და მოვუყვეთ ჩვენს მაყურებელს, რას ნიშნავს სასწავლო ლაბორატორია? დიდი მადლობა, რომ დღეს ასეთი ინტერესი არსებობს ამ საკითხისადმი. მართლა ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩვენთვის. დღეს საფუძველი ჩაეყარა მშენებლობას ჩვენი ეროვნული აუტიზმის ცენტრისა, რომელიც ძალიან დიდი ხანია უკვე არსებობს პროექტის სახით ჩვენთან და დღეს ესე ვთქვათ დავიწყეთ მისი მშენებლობის საკითხი. ყოველწლიურად აღნიშნავთ ხოლმე 2 აპრილს, სულ უფრო მეტი და მეტი ესე ვთქვათ წარმატებებით და ძალიან სასიხარულოა, რომ დღეს ესეთი დიდი არის ინტერესი ამ საკითხისადმი. ბავშვები ჩვენთან ყოველწლიურად მატულობს, ისე როგორც მთელ მსოფლიოში და დღევანდელი სტატისტიკით 59-ში ერთი ბავშვი არის აუტიზმის სპექტრის მქონე. ეს არის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემები 2018 წლის აპრილისთვის. და ჩვენ გეგმავთ სერვისების გავრცობას უკვე 15 წლიდან ზემოთ ბავშვებისათვის, რადგან დღეს საქართველოში არსებული სერვისები მოიცავს 2-დან 16 წლამდე ბავშვებს. სწორედ მოზარდებსა და დასრულებზე ზრუნვა არის ჩვენი პრიორიტეტი და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, იმიტომ რომ აუცილებლად ეს სერვისები უნდა იყოს უწყვეტი და აუცილებლად უნდა იყოს მათ საჭიროებებზე და მათ სპეციფიურ, ასე ვთქვათ, ასაკთან შეჭიდულ პრობლემებზე მორგებული. ამიტომ მათთვის უკვე 14 წლის ასაკიდან მთელ მსოფლიოში კვლევებზე დაფუძნებით მოწოდებულია პრეპროფესიულ უნარებზე მუშაობა, სამომავლო პროფესიის არჩევა, იქნება ეს უმაღლესი სასწავლებელი თუ ვთქვათ სხვა დასაქმების ცენტრები. სასურველია, რომ უკვე 14 წლიდან დაიწყოს ამ უნარებზე მუშაობა და ეს უნდა ხდებოდეს, რა თქმა უნდა, რაღაც გარკვეულ სივრცეში, სადაც სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ მეტად წარმატებით, რომ შემდგომში შეძლონ მათ დასაქმების ადგილებში ჩართვა, ინკლუზია და შემდგომ ამ ადგილების შენარჩუნება, რაც ყველაზე მთავარია. ჩვენთან იქნება სასწავლო ლაბორატორიები, რომლებიც მაქსიმალურად შეეცდება მათი რესურსის რეალიზაციას, მათი გარკვეული მიმართულებების მიცემას მათი საქმიანობისთვის, რომ შემდგომში უკვე ჩვენ გვყავდეს მაღალი დამოუკიდებლობის ხარისხის თაობა, რომელიც სასარგებლოა საზოგადოებისთვის და ასევე ჩვენს მაყურებელს რომ მოვუყვეთ, გექნებათ კოტეჯები, სადაც ბენეფიციარებს საშუალება ექნებათ 24 საათის განმავლობაში დარჩნენ იქ და მონიტორინგი გაეწიოთ მათ. უფრო ცვლად რომ მოგვიყვეთ კონკრეტულად რას ნიშნავს ეს კოტეჯები და რისთვის არის საჭირო? მთელ მსოფლიოში მოწოდებულია ძალიან ინტენსიური იყოს ეს სერვისები ბავშვებისათვის, რომელიც მოიცავდეს ყველა იმ უნარს, რომელიც მათ სჭირდებათ დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის. სამწუხაროდ დღევანდელი სერვისები, რომელიც მოიცავს რამოდენიმე საათს, არ არის ხოლმე საკმარისი იმისათვის, რომ თვითმოვლის უნარებზე იყოს გამოხილებული ყურადღება, ოჯახურ ცხოვრებაზე და მასში არსებულ პრობლემებზე, ურთიერთობებზე. ამიტომ ჩვენ შევეცდებით, რომ აი კრიტიკული პერიოდები, რომლებიც არსებობს ყველა ადამიანის ცხოვრებაში და განსაკუთრებით აუტიზმის სპექტრის მქონე ადამიანთა ცხოვრებაში და მათ ოჯახებში, შევძლოთ და
გამოვახდინოთ მათი მართვა და შეძლების და გვარად მათ ვასწავლოთ დამოუკიდებელი ცხოვრება. რაც შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც მათ ოჯახური ტიპის გარემოს მოუწყობთ. აი სწორედ ამ მიზნებს ემსახურება ჩვენი 24 საათიანი მონიტორინგის კოტეჯები. ჩვენ გვექნება აგრეთვე სხვადასხვა სივრცეები, სადაც ისინი შეძლებენ რომ დასაქმდნენ კიდეც, ისწავლონ გარკვეული პროფესია შეიძინონ და აგრეთვე სივრცეები, სადაც შეძლებენ რომ სხვა არაუტიზმის მქონე პირებთანაც ჰქონდეთ ურთიერთობა, რაც შექმნის ძალიან ინკლუზიურ გარემოს და ეს არის შინაარსობრივად ჩვენი ცენტრის ასე ვთქვათ კონცეფცია. ძალიან დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებ. ჩვენთან ერთად იმყოფება ასევე მოთამაშეთა კეთილდღეობის მენეჯერი და ყოფილი ბორჯღალოსანი ნონო ანდღულაძე, რომელიც ჩართულია ამ ცენტრის განვითარებაში. მოგესალმებით ბატონო ნონო, რომ გითხრათ, რა სახით იქნებით ჩართული და რა ღონისძიებები იგეგმება? მოგეხსენებათ, რომ წელს ეროვნული ნაკრები თამაშობს მსოფლიო ჩემპიონატს, ოსლამდელთა ნაკრები თამაშობს თავის მსოფლიო ჩემპიონატს. ორივე გუნდი გადის ხანგრძლივ შეკრებას. ამ ხანგრძლივ შეკრებებზე აუცილებელი არის განტვირთვა, აუცილებელი არის სხვა მიზნით გაერთიანება და ზუსტად ამ მიზეზით სპეციალურად შეიქმნა სოციალური შემეცნებით საგანმანათლებლო სათავგადასავლო კამპანია, რისი მიზანიც იქნება აუტიზმის ეროვნული ცენტრის პირველი კოტეჯის აშენება. მორაგბეები 20-მდელთა ნაკრები დაიწყებს ჯერ ჩაერთვება აპრილიდან ივნისამდე, შემდეგ ესტაფეტას გადაიბარებს ეროვნული ნაკრები. ესე იგი 20-მდელები ააშენებენ ფუნდამენტს, ეროვნული ნაკრები დააშენებს ზემოდან და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოხარულები ვართ, რომ ამ პროექტში ვართ ჩართულები და მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენი ეროვნული და ოსლამდელთა ნაკრები გაერთიანდეს სხვა კუთხით, სოციალური პასუხისმგებლობა აუმაღლოთ მორაგბეებს და ასე ვთქვათ, საზოგადოებისთვის სარგებელი მოვიტანოთ და ამ დიდ პროექტში ჩავერთოთ, რაც ჩვენთვის არის დიდი პატივი. ძალიან დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ. მე ასევე შეგახსენებთ, რომ სოციალურ საწარმოებში, რომელშიც აუტისტური სპექტრის ბენეფიციარები იქნებიან ჩართულები, თავიანთი ნაწარმოები პროდუქციას, რომელსაც გაყიდიან შემდგომში, იქნება ეტიკეტირებული და ეტიკეტს ექნება წარწერა, რომ აუტიზმის მქონე ადამიანების მიერ არის შექმნილი ეს პროდუქცია. მადლობა.